გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი უკვე 17 დღეა შიმშილობს. 18 უკაცრავად არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ციხეში უშვებენ, ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზიამაღლობელს და თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს. რაც შეეხება წერტილის დღევანდელ თემას, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად 8%-ზე დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. რა არგუმენტები აქვთ და რამდენად სწორია შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე განაკვეთის უცვლელად დატოვება, ინფლაციაზე ეროვნული ბანკის სცენარების და საფინანსო სექტორსა და მთლიანად ეკონომიკაში არსებული რისკების ანალიზით და პროგნოზებით წერტილის სტუმარი დღეს ეკონომისტი აკაკი ცომაია იქნება, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომის შემდეგ გავრცელებული პრეს-რელიზიდან ძირითად აქცენტებს გაგაცნობთ. აღსანიშნავია, რომ არც დღეს იყო ეროვნულ ბანკში პრეს-კონფერენცია, ამჯერად იმ მიზეზით, რომ ნათია თურნავა საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ხშირად მიწევს გამეორება და დღესაც არ დავარღვევ ამ ტრადიციას, რომ წინა პრეზიდენტის კობა გვენეტაძის დროს ერთგვარ ტრადიციად იყო ქცეული ნამდვილად პრეს-კონფერენციები, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი მეორე სხდომის შემდეგ იმართებოდა და პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ნათია თურნავას დროს ფაქტობრივად ეს ტრადიცია გაუქმდა, თუ ეს წესი, რაც არის ჩემი აზრით ძალიან ცუდი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ წინა მენეჯმენტისგან განსხვავებით არც ნათია თურნავა წყალობს არასახელისუფლებო მედიას, მათ შორის არც BMG-ს და არც ვიცე-პრეზიდენტები. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებას, ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, მაგრამ შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე გაურკვევლობამ გაიზარდა, რაც სენტიმენტებზე ახდენს გავლენასო. ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობისა და საპროგნოზო სცენარების ანალიზის შედეგად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. რისკების მიღებასთან ერთად პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ 7%-იან დონემდე ეტაპობრივად ნორმალიზდება. თუკი შემდგომ სხდომაზე მაკროეკონომიკური მონაცემები რისკების უფრო ინფლაციურ ან დისინფლაციურ რეალიზებას გამოკვეთს, კომიტეტი შესაბამისი სცენარისაკენ გადაიხრება. ნებისმიერ შემთხვევაში SEBI ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს იქნება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინ წლის მეორე ნახევარში ეროვნული ბანკი მიზნობრივზე, ანუ 3%-ზე მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს, როგორც უკვე ვთქვით, მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად ვარაუდობენ ინფლაციის 4,2%-მდე დაჩქარებას, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 7,9%-ის ფარგლებში იქნება წლის განმავლობაშიო. თუმცა თუ მაღალი ინფლაციური მოლოდინები რეალიზდა ქვეყანაში, SEBI სცენარის თანახმად ინფლაცია 2025 წელს 5,7%-მდე მოიმატებს და ასეთ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაიზრდება. ხოლო დაბალი ინფლაციური სცენარის შემთხვევაში კი ინფლაციის 2,6%-მდე შემცირებას ელიან და შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთსაც 7,9%-მდე შეამცირებენ. შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტურობის ფონზე გაურკვევლობა გაიზარდა, რაც სენტიმენტებზე ახდენს გავლენას. იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაურკვევლობა მოკლევადიან პერიოდში აღმოიფხვრება, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობა შენარჩუნდება, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შემდგომ ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გათვალისწინებით მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკური ზრდა კი მის გრძელვადიან ტრენდს 5%-ს დაუბრუნდება. ოცნების მთავრობა, როგორც ვიცით, წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელისდა, მიუხედავად ღრმა პოლიტიკური კრიზისისა, ჯერჯერობით პროგნოზი არ შეუცვლიათ არც ეროვნულ ბანკს, რომლის მოლოდინი არის 5%-იანი ზრდა, თუმცა დღევანდელ პრეს-რელიზში, სადაც SEBI დაბალ და მაღალ ინფლაციურ რისკებსაც განიხილავს, არ გამორიცხავს, რომ თუ ინფლაციაზე წნეხი გაიზარდა, SEBS მოუწევს პოლიტიკის გამკაცრება, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპს ბუნებრივია შეანელებს. რა უნდა იყოს დღეს ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი, ეკონომიკის ზრდა თუ
ინფლაცია და რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნება. თუსები მოელის, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს გადააჭარბებს. ეკონომისტი აკაკი ცომაია წერტილის სტუმარი, ის უკვე სტუდიაშია. საღამოშტების ბატონო აკაკი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მთავარი კითხვა უკვე დავსვი ფაქტობრივად. მოდი შევაფასოთ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, განცხადება, პრეს-რელიზი, რამდენად სწორი იყო 8%-ზე დატოვება და რამდენად კარგად არის არგუმენტირებული, რატომ მოიქცნენ ასე, ან პირიქით რატომ არ გაამკაცრეს თუნდაც ოდნავ, ან შეარბილეს, როცა ინფლაცია ჯერჯერობით იძლევა ამის საშუალებას, ხო, 1.9%-ია წლიური. მოგესალმებით. პირველ რიგში ნება მიბოძეთ, რომ შეუერთდეთ თქვენს მოწოდებას და ვუსურვო მოვითხოვო უпростоრად თავისუფლება პირველ რიგში მზია ამაღლებელს და ყველა სინდისის და პოლიტიკურ პარტიმარს, რომლებიც უხვად ყავს უკვე საქართველოში. ახლა რომ დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას. სებმა პრინციპში თქვა შემდეგი რა, მარტივად რომ თარგმნოთ რა თქვა სებმა. გასაგებ ენაზე ადამიანებს. ხო, სებმა თქვა რომ ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში გაიზარდა მოთხოვნა. მოთხოვნა, ანუ გაიზარდა მოხმარება, ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, სახელმწიფო ხარჯები ამ კომპონენტებიდან ყველა ან რომელიმე მაინც გაიზარდა. Ну, სავარაუდოდ სახეზეა უძრავ ქონებაში ინვესტიციების მატება ამ პერიოდში. თუ ჩვენ ბოლო ტრენდს გადავხედავთ, აქ ნამდვილად უძრავ ქონებაში ხდება ინვესტიციების ნაკადების მობილიზება და ზრდა. მოხმარება პრინციპში სტაბილურია, სახელმწიფო ხარჯები იზრდება და სახეზეა ვთქვათ ექსპორტის ზრდაც, რაც მეტწილად არის განპირობებული ბოლო ორ წელიწადში შექმნილი გეოპოლიტიკური გარემოებით. და ეს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. და აქ ვერ შევიტანთ ჩვენ ვერანაირ ვთქვათ ეჭვს დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, მოთხოვნა გაიზარდა. მაგრამ სებმა თქვა ასევე ის, რომ ვინაიდან ფასები არ გაიზარდაო, ესე იგი წარმოების დონე გაიზარდაო. იგულისხმა, რომ ახსენებს პოტენციურ დონეს ეკონომიკისას, ანუ აქ ეს იგულისხმა, რომ ესე იგი გრძელვადიანი პოტენციური ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა. რამაც ფასების ზრდაზე ვერ მოახდინა გავლენაო. თუმცა სინამდვილეში ეს არავინ არ იცის რა მოხდა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რეალურად უცნობია სად არის პოტენციური დონე ეკონომიკის, პირობითი შეთანხმება არსებობს, რომ ეს არის რაღაცა წელიწადში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რასაც სები ბოლოში წერს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპს დაუბრუნდებაო, მაგრამ ეს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ემყარება სტატისტიკურ ვარაუდს, დაშვებას, რომ მრავალი წლის განმავლობაში საშუალოდ წელიწადში ეკონომიკა 5%-ით იზრდება და სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ჩვენი შესაძლებლობა. პოტენციური ეკონომიკა ნიშნავს რა არის ჩვენი შესაძლებლობა ეკონომიკის, რასაც განაპირობებს ტექნიკური პროგრესი, კაპიტალთან წვდომა და სამუშაო ძალასთან წვდომა. უფრო მეტად აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ტექნიკური პროგრესი. ცხადია, რომ ეს საკამათო საკითხია, იმიტომ რომ რა გვეტყობა, რამე გვეტყობა ჯერჯერობით რომ რაღაცას არ ხორციელდება ისეთი ტიპის ინვესტიციები, მით უფრო რომ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციების დინამიკა კატასტროფულია და ახალი ტექნოლოგიები ქვეყანაში ნამდვილად არ შემოდის და რაღაც სტრუქტურული ძვრები არ ხდება, რაღაც ახალი წარმოებები არ იხსნება და ასე შემდეგ. ცხადია, რომ ეს საკამათო არის. რამაც შეეძლო გამოეწვია ის, რომ ფასების დონე თქვათ მცირე სიდიდით იზრდება მოთხოვნის ზრდის შედეგად და მოთხოვნა არის ეკონომიკის ფაქტობრივი მდგომარეობა, ანუ ის გადაიხრება პოტენციური დონიდან, ვინაიდან მოკლევადიანი ფაქტორები დროებით გადახრის ეკონომიკას მისი გრძელვადიანი ზრდის პოტენციური ტემპიდან და ეს არის შედეგი, რაც გვაქვს, ხო, ბოლო ორი წელი ეს უნდა გაასწოროს ინფლაციამ, ინფლაციის მოლოდინის მეშვეობით.
ბოლო წლებში 21, 22, 23 თუ ავიღებთ მაღალი ინფლაციის ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეს პროცესი რაღაცას გაჩერდებოდა და შესაბამისად ბოლო წელიწადი აღინიშნებოდა ის, რომ ნედლეულზე ხდება ფასების დონის შემცირება ხდებოდა მსოფლიო ბაზარზე, ისევე როგორც ბოლო პერიოდში ხელფასების ზრდის ტემპის დასტაბილურდა. ანუ თუ წინა პერიოდში დაიწყო სწრაფად ხელფასების ზრდა. ხელფასის სპირალზეც საუბრობდა ერთი პერიოდი მახსოვს. კი, ერთი პერიოდი საუბრობდა და ეს იყო, კი ბატონო, იყო ეს ინფლაციაზე. არეალიზდა, მე ესე თქვეს. ინფლაციაზე წნეხი ნამდვილად იყო, სპირალი ეს გრძელვადიანი სპირალი, როგორც ასეთი შეიძლება არეალიზდა, მაგრამ ხელფასების წნეხი ნამდვილად იყო, რაც ინფლაციის მოლოდინს ქმნიდა და ეს წნეხი მოიხსნა. ამდენად ის, რომ თქვათ პოტენციური ზრდის შედეგად არის გამო, რომ ფასების დონე ასე მცირედ გაიზარდა, ეს არ უნდა იყოს სწორი, იმიტომ რომ აქ ინფლაციური მოლოდინის ფაქტორი არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რამაც განაპირობა ის, რომ თქვათ ფასების დონე ქვეყანაში ბოლო წელიწადში მცირედით იზრდება. აგენა არ იზრდება, მაგრამ ის მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო ნაკლები სიდიდით იზრდება. ეს იყო რაც თქვა სებმა, მაგრამ ამავე დროს სებმა თქვა ისიც, რომ მან სავარაუდო სცენარები განიხილა და მან დაუშვა ყველაფერი ამ სცენარში. ანუ მან პრინციპში თქვა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც წესი სცენარების განხილვისას არსებობს რაღაცა ზღვრები, ხო? მინიმალური რა შეიძლება იყოს, მაქსიმალური რა შეიძლება იყოს. ცენტრალური, დაბალი ინფლაციური და მაღალი ინფლაციური. ხო, ну და კონკრეტული, თქვათ, ვარიაციები უნდა არსებობდეს, ფარგლები, დიაპაზონი, ცდომილების და ასე შემდეგ. სტანდარტული გადახრა რამდენია და სხვადასხვა მაჩვენებლები. თუმცა გავრცელებული შინაარსის მიხედვით და ეს გასაგებია და ასეც ჩანს, რომ ყველაფერი შეიძლება ნამდვილად მოხდეს, იმიტომ რომ ის რაც იყო წარსულში არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გამეორდება მომავალში, იმიტომ რომ ის რაც უნდა მოხდეს მომავალში განაპირობებს ადამიანების მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელოდებიან ისინი მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ დღევანდელი ქცევა მათი იქნება ეს ბიზნესები, შინამეურნეობები თუ სხვა ეკონომიკური აგენტები იყენებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება მათ ხედვას მომავალთან დაკავშირებით და ეს დღევანდელი ქცევა, დღევანდელ ბიზნეს მოდელში განასახიერებენ ამ გადაწყვეტილებებს. ანუ შესაბამისად წარსული პერიოდის ტრენდი არ ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება და გაურკვევლობის ფაქტორი, რა თქმა უნდა, აქ ძალიან მაღალი არის, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში ეს ჩანდა, თქვენ ამოიკითხეთ, რომ მათ შორის ეკონომიკაში შეიძლება ეროვნული ბანკი ესე პირდაპირ არ საუბრობს, რა ელოდება ეკონომიკას იმ შემთხვევაში თუ გაიზარდა პოლიტიკური კრიზისი, გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში, რაც ლარის კურსზე აისახება, შემდეგ უკვე ინფლაციაზეც ჩვენი იმპორტირებული ეკონომიკის გათვალისწინებით, მაგრამ ჩანს, რომ ეროვნული ბანკი ამაზე არაფერს არ საუბრობს, ზოგადად ლაპარაკობს რაღაც გარე და რეგიონალურ და საერთაშორისო ფაქტორებზე. თუმცა შიდა და გარე ტურბულენტობა გაზრდილია, ხო, შიდა და გარე ტურბულენტობაში ალბათ სავარაუდოდ ამ პროცესებს გულისხმობს და აქ ცხადია, რომ ძალიან მაღალია გაურკვევლობის ფაქტორი და რასაც ჩვენ პრინციპში უკვე წლის ბოლოდან ვაკვირდებით, ნოემბერ-დეკემბრის თვიდან ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ შეფერხდა. რიცხვებს ჯერ არ ეთყობა, ძირითადად ბიზნესების საუბრობენ. რიცხვები გამოჩნდება, უკვე პირველი კვარტალის მონაცემები რო დაიდება, მაშინ უფრო გამოჩნდება. ხედავთ, რომ ტურიზმის სექტორს უჭირს. ვაჭრობის სექტორი. აქ არ უნდა გქონდეს რაღაც ხა ისეთი მოლოდინები, რომ ეს კატასტროფა დაიწყება ძალიან მალე ან სწრაფად. ეს არავინ არ იცის, თქვათ, ეკონომიკური დაღმასვლა თუ უნდა დაიწყოს, ამას როდიდან უნდა ველოდოთ, პროცესია, რომლის წინასწარმეტყველება არავის არ შეუძლია. ჩვენ საუბრობთ იმ
ნიშნებზე, რომელიც გამოჩნდა და რომელიც თანდათანობით გაღრმავდება, უფრო და უფრო მწვავე ფორმას მიიღებს, უფრო და უფრო მეტად სისტემური გახდება ეს და უფრო მეტ პროცესებს ჩაირთრევს, ხო? იმიტომ რომ როდესაც თქვათ ტურიზმს ექნება პრობლემები, შემოსავლები უმცირდება თამად, ეს თვითონ ამ სექტორში გენერირებულ შემოსავალს ეთყობა, ამ პროცესში დასაქმებული ადამიანები არიან, რომლებიც ხელფასს იღებენ, კი ბატონო, ეს რგოლი არის ჩართული სხვა ინდუსტრიებში, ყიდულობს, თქვათ, სხვა ინდუსტრიებიდან საქონელსა და მომსახურებას, შუალედურ წარმოებაში აისახება ეს ყველაფერი. ვეღარ ყიდულობს ამ პროდუქტებს, რაც იმათ მოთხოვნაზე ახდენს გავლენას. ანუ ეს ჯაჭვური პროცესია, რომელიც მიდის და რაც უფრო ღრმავდება პროცესი, მით უფრო მიწყებს დაჩქარებას შემდგომ და ჩათრევას და ხდება უფრო მეტად სისტემური. აქ ცალკე აღსანიშნავი არის უძრავი ქონების ბაზარი, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში ინდუსტრია, სადაც რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული სესხლზე და არა ძირითად კაპიტალზე, საკუთარ კაპიტალზე. ანუ აქ ბიზნესი, ზოგადად ქვეყანაში ბიზნესი საკუთარი კაპიტალით ნაკლებად იქმნება. ყველა ინდუსტრია საბანკო სესხებზე არის დამოკიდებული, მაგრამ უძრავი ქონების ბიზნესი განსაკუთრებით არის დამოკიდებული და უძრავი ქონების ბაზარზეც შეინიშნება მოთხოვნის კლება და გასაკვირი იქნება, რომ არც იყოს ეს კლება, იმიტომ რომ კიდე ისევ და ისევ ძალიან მაღალია გაურკვევლობის ფაქტორი და საერთაშორისო იზოლაცია თუ გაგრძელდება, ცხადია, რომ ეს თავის შედეგებს მოიტანს და ამისათვის მოუწევს ქვეყანას, რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა. ეროვნული ბანკის საზრუნავი აი ამ გაურკვევლობის, შიდა და გარე ტურბულენტობის ფონზე რა უნდა იყოს მთავარი და ჩემი პირველი კითხვა, რაც იყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს 8%-ზე დატოვება დღეს სწორია, მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში სებიელის ინფლაციის დაჩქარებას და მაღალი ინფლაციური სცენარის განვითარების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ 6%-საც მიუახლოვდეს ინფლაცია. მაინც ჯობდა დღეს 8%-ზე შეენარჩუნებინა, თან თუ ველოდებით იმას, რომ ეკონომიკას კარგი არაფერი ელოდება, თუ კრიზისი პოლიტიკური გაღრმავდა, რომ თვითონ არ მოეთოკა, ასე ვთქვათ. ამ წუთის მდგომარეობით საგანგაშო არაფერი არ არის და რა თქმა უნდა სეფსეს შეეძლო დაეტოვებინა, ისევე როგორც მცირედაც გაემკაცრებინა, ანუ რაღაც სიგნალი მიეცა და ისიც რომ უცვლელად დატოვა, აქაც არაფერი არ არის ამაში საგანგაშო, აქ თავარი არის ის თუ რამდენად იქნება სები მზად იმისათვის, რაც შეიძლება მოხდეს იმ სცენარზე საუბრობ, რომელიც შესაძლოა რომ განვითარდეს მომავალში თუ პროცესები წავიდა ისე, როგორც ჯერჯერობით მიდის, ანუ რეალურად სანქცირებათა რაოდენობები იმატებს, შეიძლება საკმაოდ უცხოელი ბიზნესებიც დასანქცირდნენ მომავალში, ამისი მოლოდინიც აგვაქვს. ხელისუფლება უკან არიხევს, ჯერჯერობით არც პატიმრების გამოშვებაზე საუბრობს და არც არჩევნებზე ხო საერთოდ ეცინებათ ჯერჯერობით, თუმცა დასავლეთიდან წნეხი დღითი დღე იზრდება, გაურკვევლობის ფაქტორი კიდევ უფრო მეტად იზრდება და ეს მინიმუმ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ცხადია, რომ ახდენს გავლენას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მინიმუმ ინვესტიციების კლებას უნდა ველოდოთ. არა მხოლოდ უცხოური პირდაპირ ინვესტიციების, არამედ ქვეყნის შიგნით შიდა ინვესტიციებისაც, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ხართ მეწარმე, გაქვთ ბიზნესი, ან თუნდაც თქვენი ბიზნესი, ან თუნდაც ოცნების მომხრე ბიზნესის კატეგორიას მიეკუთვნებით, ხომ? და თქვენი ბიზნესი წარმოადგენს უძრავი ქონების ბიზნესს. გარისკავთ, რომ დღეს თქვათ კიდევ აიღოთ ბანკიდან სესხი და დაიწყოთ ახალი მშენებლობები წარმოიწყოთ ამ ვითარებაში, ხომ? აი მინიმუმ თქო თავს შეიკავებთ. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციებზე ეს გავლენას მოახდენს.
და შემდგომ დავინახოთ მოვლენების განვითარების მიხედვით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შესაძლოა დაწყებულმა პროცესებმა საკმაოდ სისტემური ხასიათი მიიღოს და სისტემურ კრიზისში, ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს. ასეთი სცენარის ალბათობა არ არის არც თუ ისე დაბალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ასეთი სცენარით უნდა წავიდეს პროცესები, მაგრამ თუ ძალიან გაჯიუტდება ხელისუფლება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ალბათ ქვეყანას მოუწევს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა. იმედია მოიშლიან სიჯუტეს, მაგრამ ვნახოთ ან სანქციები მოქმედებს ყოველ შემთხვევაში ქართული ხალხის პროტესტს ვერ დაარხედავენ ფაქტია. ინფლაციის თემა რომ ამოვწუროთ, თქვენ მაინც რომელი სცენარისკენ უფრო იხრებით, მესმის რომ პროგნოზირება რთულია, ძალიან რთული ამ ვითარებაში, მაგრამ უფრო მაღალ ინფლაციურ რისკებს ხედავთ ამ ეტაპზე თუ ჯერ ესე არ ჩანს, თქვათ, ესების სცენარებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სცენარის იმ განვითარებაზე, რაც მე ვთქვი, თუ ასეთ სცენარზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში სები საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგება და მას ექნება არჩევანი გასაკეთებელი ბევრ რაღაცას შორის. ანუ ეს იქნება მდგომარეობა უკვე, როდესაც სწორედ რომ პოტენციური ეკონომიკა შემცირდება. ანუ არჩევანი ეკონომიკის ზრდას შეუწყოს ხელი თუ ინფლაცია მოთოკოს, პოტენციური ეკონომიკიც ყად შეჩერდება და ამავე დროს ფაქტობრივი ეკონომიკაც საკმაოდ შემცირდება, ხო? და რა თქმა უნდა დადგება არჩევანის წინაშე, რომ მან ან უნდა აირჩიოს ინფლაცია, ან უნდა აირჩიოს ეკონომიკური ზრდის რაღაცა დონეზე მაინც ტემპის შენარჩუნება. ანუ უფრო მეტად არ დაიკლოს ეკონომიკამ იმისათვის, რომ უფრო მაღალი ინფლაცია არ მივიღოთ, ხო? სების როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ ბოლო პერიოდში გაჩენილი არაერთი კითხვის, სკეპტიციზმის გათვალისწინებით, რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს? თავრობას რა თქმა უნდა მოუდება, რომ ოდნავ ეკონომიკური ზრდა, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შეუწყოს. არავინ არ იცის, იმიტომ რომ ასევე არავინ არ იცის, როგორი ინფლაციური მოლოდინი როგორი ჩამოყალიბდება. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, რომელიც ქმნის გარემოს, როდესაც ხდება უცხოური ვალუტის მასობრივი გადინება, ხო? და თუ სცენარი განვითარდა, მაშინ ცხადია, რომ უცხოური ვალუტის გადინებას უნდა მოყვეს ლარის მკვეთრი გაუფასურება. აქ სებს აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს, ან შეეწინააღმდეგოს ამ პროცესს, რეფინანსირების განაკვეთის, არ ვიცი, ყისიერი გაზრდით და პასუხით დაწყებული სხვა მეთოდების გამოყენებით და ეკონომიკა ჩააგდოს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, შეუძლია გაყვეს პროცესს და ხელი არ შეუშალოს ლარის გაუფასურების პროცესს, ანუ სხვადასხვა კომპლექტაციის პირობებში რას ველოდოთ? სხვადასხვა ფორმებია, რას იზავს ეროვნული ბანკი, არ ვიცი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართ არანაირი კითხვის ნიშნები არ დგას, ის ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. დღეს ამ წუთას არ არის ნამდვილად, ის ჩვეულებრივად არის ერთ-ერთი ოფისი სხვა ყოფილ ინსტიტუტებთან ერთად, რომელიც არსებობდა საქართველოში, რომელიც ემსახურება ერთ ადამიანს არაფორმალურ მმართველს, ხო? და როგორც გადაწყვეტენ იქ სადღაცას რა აირჩიონ ინფლაცია თუ თქვათ ეკონომიკური ზრდა, ისე მოიქცევიან აქაც. და ზოგადად ეროვნული ბანკი უკვე იმდენმა ადამიანმა დატოვა ამ კვირაშიც გავიგეთ შალვა ხატრიშვილის ხო, ვინ დარჩა, ესეც მოსაკითხია უკვე და რა კადრებით ხდება ამ ეროვნული ბანკის. როგორ აზიანებს ძალიან ცოტა დრო გრჩება და აი ეს რეპუტაცია, აი ეს მდგომარეობა ქართულ საფინანსო სექტორსაც, რომელიც პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გამო იქნება ეს მოსალოდნელი სანქციები თუ უკვე დამდგარი სანქციები, ისედაც რისკის ქვეშ დგება ხო ყველაზე მეტად. სანქციები ძალიან დიდ გაურკვევლობა, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად ზრდის, იმიტომ რომ ფაქტობრივად
უკვე აღარ იციან ბიზნესებმა ვისგან იყიდონ პროდუქცია, ვისგან დაიჭირონ საქმე, თვითონაც ხარ დასანქცირდებიან თუ რომელიმე ვაი თუ ამ კომპანიის უკან დგას თქვათ ის ადამიანი რომელიც დასანქცირებულია, ახლა წარმოიდგინეთ ამ სანქცირებულთა რაოდენობა თუ გაიზარდა ბიზნეს წრეებს თუ შეეხო უშუალოდ კიდე უფრო მეტად ისტერიული გარემო შეიქმნება და უშუალოდ რა თქმა უნდა ფინანსურ სექტორს ურტყავს, იმიტომ რომ ფინანსური სექტორი ყველას ამათთან ყველასთან აქვს რა თქმა უნდა ურთიერთობა და მოუწევს საკმაოდ მკაცრად ლონდონის ბირჟაზე კოტირებულ კომპანიებს, ბანკებს მოუწევთ საკმაოდ ესეთი მკაცრი პოლიტიკის შემუშავება და აქ ამ დროს უნდა ვიფიქროთ ისიც რომ ამ ეს ბანკები ხო საერთაშორისო ბაზარზე არიან მიერთებული მოკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით, რომელთაც ეზრდება ინფორმაციის დამუშავების ხარჯები და რამდენად უღირთ უკვე მათ აი საქართველოსთან ურთიერთობა, ხო? ცხადია რომ ესეც არის რისკის ქვეშ და ყველაფერთან ერთად საერთაშორისო ქვეყნის რეიტინგი საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც აუცილებლად გადაისინჯება ამ ასეთი შექმნილი დიდი გაურკვევლობის გამო, ეს ხომ წოდომას კრედიტზე გააძვირებს საერთაშორისო ბაზარზე და ყველა შემთხვევაში ისე ძალიან საინტერესო იქნება ალბათ რა შეფასებას დაგვიწერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელიც საქართველოსშია, დღეს დაიწყო შეხვედრები, იყვნენ ფინანსთა სამინისტროში, სავარაუდოდ ლოგიკურად შეხვდებიან ეროვნულ ბანკსაც, მთავარი მიზანია ეკონომიკური და მაკროეკონომიკური პერსპექტივები და მთავრობის ეკონომიკური გეგმები ასე ვთქვათ განიხილვა. არ ვიცი რას მოუყვებიან მთავრობაში, მაგრამ აღსანიშნავია რომ ახალ პროგრამაზე თავად პრეს-რელიზში ეწერა რომ არ იქნება საუბარი. რას ნიშნავს ესეც მათ შორის და აი რეიტინგის გადასინჯვაზე რო ვსაუბრობდით? ალბათ ერთ-ერთი მთავარი წყარო როგორც კერძო სექტორისთვის და სხვა ინსტიტუტებისთვის იყო ხო IMF-ი რას იტყოდა და მთავრობა და დღეს ეროვნული ბანკი და ყველა ვინც მთავრობის თქვათ უკან ინსტიტუტები ეგრეთ წოდებულები დგანან, ისინი არიან ჩართული დეზინფორმაციის რაღაც მოორევში და აცელებენ ძალიან ბევრ ტყუილ ინფორმაციას, მათ შორის აი ბოლო საუკუნის ტყუილი შემიძლია ვიპოვო უწოდო თქვათ 6 მილიარდიან ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება, არ ვიცი 2000 რატომ არ შეიძლება განხორციელდეს ვიღაცებს აქტივით? ძალიან ჯერ მემორანდუმია, მაგრამ რატოა უბრალოდ არის აუცილებლად დიდი სიამოვნებით ჩავხედავდი თვალებში იმ ინვესტორს, რომელსაც 38 მილიარდის აქტივები აქვს სულ, ხო? და 58 მილიარდის აქტივებიდან 6 მილიარდი გადაწყვიტა რომ დააბანთოს საქართველოში და ეს არის 6 მილიარდის უძრავი ქონება თბილისში და გონიოში. წარმოიდგინეთ, რამდენი აპარტამენტი უნდა ააშენოს, გააქირავოს, გაყიდოს და ვისაც აქვს აქ ამ უძრავი ქონების ბიზნესი, ისინიც რო გააჩეროს, წარმოიდგინეთ, მაინც რამდენი უნდა გააკეთოს, ხო? და ეს ხომ სიგიჟია და ესე იგი ამხელა 38 მილიარდი რომელსაც აქვს ეს ძირითადი აქტივები, მაინც და მაინც ამხელა კაპიტალი 6 მილიარდი უნდა წამოიღოს და ჩადოს ამ რეგიონში, სადაც ადგილობრივი ბიზნესმენები ვერ ახორციელებენ ინვესტიციებს ძალიან მაღალი გაურკვევლობის ფაქტორის გამო. როგორ უნდა დაიჯერო ახლა ეს ამბავი? ხო, რთულია. რა იყო მაშინ მიზანი? დღეს საქმის კურსის სტუმარი იყო კაპიტალის ბაზის სპეციალისტი მარინა გულედანი და მან თქვა რომ ფიქრობ ეს განცხადება იყო ერთგვარი შიდა მოხმარების გზავნილი, მათ შორის ლარის კურსის მიმართ ნდობის გასაზრდელად, რომ 6 მილიარდი დოლარი თუნდაც ბევრ წელზე გათვლილი რაღაცა თუდად არ ჟღერს. ლარის კურსი ხო არ არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც კობახიძის განცხადებებს ისმენს. ლარის კურსის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან. ეხლა კობახიძის განცხადების მერე თუ ვინმე შეექმნა დარჩა იმის თავისწილება, რომ აი ეხლა შემოიტანენ დოლარების ძალიან დიდ რაოდენობას და ეხლა მე უნდა ვიყო წყნარად, ლარი ვარ გაუფასურდება, ვინც არის დამოკიდებული ამაზე და პირიქით ველოდები რომ ლარი გამყარდება მომავალში და ამიტომ
შეუწყობ ხელს ლარის გამყარების პროცესს, ხო და არ ვიყიდი დოლარს და არ დავირეზერვებ, თუ ეს იყო ამოცანა, მაშინ სრულიად აბსურდია, მიუღწეველი ამოცანაა, იმიტომ რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ ძალიან კარგად და ხედავენ ყველაფერს. ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები. მათ შორის რა თქმა უნდა ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები. დაველოდოთ ჩვენ აქ ვიქნებით 6 მილიარდი იქნება თუ რამდენიც ეს ინვესტიცია. რას დავუსვათ წერტილი ამ წელს ამ ქვეყანაში? ამ წელს რას დაუსვათ? ამ წელს უნდა დაუსვათ წერტილი იმას, რომ დავიწყოთ რეალურად ქვეყნის ფუნდამენტალური მშენებლობა და აი ეს ლიბერალური დემოკრატია, რასაც ვამბობთ და რისთვისაც ვაცხადებთ, გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მზად ამისათვის, ამას ჩაუყაროთ ფუნდამენტი. მადლობა. იმედია ასეც იქნება წარმატებები. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს ეკონომისტი აკაკი ცომაია პასუხობდა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.